სანამ ვიდეო დაიწყება, მანამდე წინა ვიდეოში შეგგვირდით, რომ გავათამაშებდით 50 ლიტროს სუპერს. თქვენ უნდა დაგაკომენტარებინათ ვიდეოზე და კომენტარებიდან ავარჩევდით ერთ-ერთ გამარჯვებულს. და ვნახოთ ვინ იქნება ის იღბლიანი, ვინც მოიგებს 50 ლიტროს სუპერს პორტალისგან. დუპლიკატები გამართოთ, რომ არ დაფიქსირდეს ერთ-ერთი კომენტარები რამდენჯერმე და სულ გვაქვს 587 კომენტარი. ეხლა კი შეგვიძლია უკვე გამოვავლინოთ გამარჯვებული. და ეს არის ნემო. ნემო გილოცავ, დაგვიკავშირდი პირად შეტყობინებაში და შემდეგ უკვე გადმოგცემთ 50 ლიტროს სუპერს პორტალისგან. ახლა კი ჩაუჭიქით საინტერესო ვიდეოს. გამარჯობა, მე ვარ დავით ნუცუბიძე. თქვენ უყურებთ ქარდრაგის ახალ ეპიზოდს. დღეს გვექნება ცნობილები დრიფტის ახალი მორიგი ეპიზოდი და ზედმეტი წარდგენის გარეშე ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება კაცების ერთ-ერთი წევრი ირაკლი კაკაბაძე. გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ მოხვედი. მადლობა რომ დამიძახეთ. პირველი კითხვა მაქვს შენთან ესეთი თუ გახსოვს დამოუკიდებლად რა იყო ის ავტომობილი რომელიც გაატარე დამოუკიდებლად შენი ძალებით და შენი ხედვით მოახერხე. მახსოვს. ეს იყო ძველი ვილისები რო იყო წვეტიანი ესეთი. აჰა. ანუ ესეთი სწორი მაღალი ჯიპი რო არის ხო იდეაში. ჯიპს ვერ დავარქმევ მანქანას, მაგრამ ძიმე და დიდი გამავლობის დაერქმევა. საკმაოდ რთული იქნებოდა ალბათ მაგის გატარება. იცი მაშინ არ ვიცოდი სხვების ტარება როგორი იყო, ამიტომ მოცემულობა თავიღე რომ ყველა მანქანის ტარება მაგის მე კამაზი იყო, ამიტომ ეგ არა ქვემოთ კიდე იყო 06, მაგრამ ეს ამაზე ვისწავლე. აჰა, ამაჩემის სამსახურის გეოლოგების მანქანა იყო და ძალიან კარგი. თუ გახსოვს რომელი იყო პირველი ავტომობილი რომელიც შეიძინე შენთვის პირადად იყო? მახსოვს Isuzu Trooper-ი. მე ჯიპის მოყვარული ადამიანი ვარ. ეს არის Isuzu-ს ერთ-ერთი პირველი. ორკარიანი რო ეგ არის? ორკარიანი და ოთხკუთხედებული. გამოსცენდა. საკმაოდ გამძლე მანქანაა მოდი, ხო? კი, ის კი არა, წინ ხიდები ერთვება ხელით ესე რა, ანუ მექანიკურად. ძალიან კაი. ოკეი, ჩვენი მანქანაც დაახლოებით არის გამოცდილებები მაქვს. მაგ წლების არის დაახლოებით ესეც ძველი მანქანაა, მექანიკურად იმართება ვერ ვიღაცა. ვიზუალურად ბევრი მახსოვს მაგ პერიოდში ეს მანქანები, თუმცა მე არასდროს არ მაგაზე მინდოდა მეკითხა, ეხლა თუ გაქვს რამე მსგავსი ექსტრემალური გამოცდილება. არა, უფრო კაი რთულ ადგილას თუ გავივლი, ტალახიდან თუ ამოვალ, ესეთი გამოცდილება უფრო მაქვს, რადგან სუჯიპები მყავდა ყველა, ვიდრე აი ესე რაღაცა დრიფტი ან სიჩქარე ან რაღაც. ავტოსპორტს თუ ადევნებ თვალს თუ მოგწონს რამე სახეობა ან ესეთი არა, ესე არა, მაგრამ ნიუსებში ხარ რაღაცა ფორმულა 1-ზე რა მოხდა და რომ მოიგო და ასე შემდეგ, ეგ კი. თორე ისე არა. ქალაქში მოძრაობაზე რა სიტყვი? შენი ერთი ორი სიტყვი. ქალაქში მოძრაობა ცალკე სპორტია. მაგაზე გვაქვს ეპიზოდები, შეგიძლიათ ნახოთ და როგორ მოძრაობენ ქართველები ქუჩაში და ხო, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ჩვენ არა ვართ ლიდერები, იმიტომ რომ მომიწია ნეაპოლში მანქანის ქირაობა და იქ ტარება და მინაგით რომ კი, იტალიაში ისე ზემოთაც მიტარებია, ჩრდილოეთში იქ ესეთი ექსტრემი არ არის, მაგრამ აი სამხრეთისკენ სერიოზული ექსტრემი იყო. საინტერესო. აგრეთვე მიტარებია ნიუ-იორკში და იქაც საკმაოდ რთულია, მაგრამ ამბობენ რომ მექსიკაში და დელიში თუ ატარებო, ეს არის ყველგან შეძლებ მართლაც. ხო, უკვე ეს არის. შეგიძლია მე პილოტობაზეც იფიქრო. აჰა. ჩვენთანაც თუნე, მაგრამ ამ ბოლო დროს ეხა წესები მაინც არის. ხა სად ეს მანქანა როცა გამოვიდა მაშინ? კი, რა თქმა უნდა, მაშინ სხვა დრო იყო. ხოთი შორს ეგრე მასწავლეს ტარება ჩემო მეგობარმა. პირველად დამსვა, თავი 06 ყავდა და გმირთა მოედანზე დამსვა პირველად, მაშინდელი. სანამ ეს პანდუსები იქნებოდა და წრეული რო იყო. მე ამას დავარქვით სპარტას მეთოდი, რომ თუ გამოვიდოდი ცოცხალი, უკვე ტარება მეწოდებოდა. სურვას რა სწავლიან ხოლმე, წყალში რო ჩააგდებენ, რა დაახლოებით ეგ მეთოდი იყო და გადავრჩი. ოკეი, ძალიან კაი. ოკეი. ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ ახლა ჩვენი პირველი ელემენტი, ეს იქნება დონატი. დონატი იმიტომ ქვია რომ რეალურად როდესაც მანქანა წრეზე ტრიალებს დრიფტით, კვალს ტოვებს და დაარქვეს დონატია. მანდ არის სხვაობები, როგორი კრემით გინდა და რაღაცა თუ არა? შიგნიდან აგიხსნე. ყველაფერს. მაგის მანუ შემცველობა როგორი იქნება? რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, ანუ კარგი ფსუხე დონატი რო გამოვიდე. შესაბამისი ინგრედიენტები ჭირდება. დონატი ბოსტონი ხო იქ რაღაც სხვა სახელები. გადავინახოთ მანქანაში, მე დავძები ჯერ საწესთან, გაჩვენებ, აპარატს როგორ გეთდება და შემდეგ უკვე რო დაждები, აგიხსნი ყველაფერს და ვცადოთ. ოკეი. დონატი როგორ გეთდება რა? ანუ დონატი არის ზოგადად ანუ დრიფტში უნდა ჩადგეს მანქანა რა, ანუ მანქანა მოცურდეს. მანქანის მოცურება როგორ ხდება? რა თქმა უნდა გაზის პედლით, ანუ აქ გვაქვს ძრავის ბრუნი მაქსიმალურზე, თითქმის მაქსიმალურზე, ანუ თითქმის ბოლომდე უნდა დავაჭიროთ, რომ ძრავმა გამომიშავოს სიმძლავრე. აი დაახლოებით ასეთ 5-6000-ზე
როგორც კი ესე ვთქვათ, შემდეგ უკვე პირველ სიჩქარეში ვაგდებთ, ჩვეულებრივად, როგორც პირველ სიჩქარეს გავაკეთებთ, ყველაფერს სხვა სიჩქარე არ შეგვიძლია რა. მექანიკის მართვა თუ გახსოვს? კი. ხო. ამას წინათ ვიმგზავრე სხვა ქვეყანაში და მექანიკა მომწეს. დავიდან ევროპაში სავარაუდოდ. კი, დავიდან ცოტა გავწვალდი, მაგრამ მე გავიხსენე ახალგაზრდა. როდესაც ძრავის ბუნს ავიდათ მაღლა, შემდეგ უცებ უნდა აუშვათ. სწრაფად უშვებთ რენა? სწრაფად უშვებთ აუცილებლად, რადგან საყურმა დაიწყოს ბუქსაობა. ანუ რაც მასწავლეს თავიდან მექანიკაზე, ნელ-ნელად უნდა უშვეს და ნელა აქ პირიქით არის. აქ რადგან გინდა რომ მანქანა აგრესიულად მოუწოდოთ და დავაბუქსავთ, ამიტომ აუცილებლად უცებ უნდა აუშვათ რა. როგორც კი აუშვებთ, მანქანა დაიწყოს ბუქსაობას და წინ წავა, ესე ვთქვათ, და მაგ დროსაც გაზის პედალს უნდა დავამატოთ მეტად, რადგან ბუქსაობა არ შეწყვიტოს, რადგან თუ თქვათ გაზი დავაკელით, შეიძლება უბრალოდ აჩქარდეს მანქანა და სწორად წავიდეთ. მაგ დროს აუცილებლად კიდევ უფრო მეტად დავაჭიროთ გაზს, რომ საყურებელმა ესე ვთქვათ, ბუქსაობა არ შეწყვიტოს. შემდეგ ეგრევე ვიღებთ მარცხნივ საჭეს, ანუ ამ შემთხვევაში, რადგან მარცხნივ უნდა ბრძოლადი გავაკეთოთ, ჯერ ვიღებთ მარცხნივ საჭეს და ამ დროს ანუ გაზზე უნდა ვეჭიროთ აუცილებლად. მაგ დროს მივხვდებით უკვე რომ მანქანის უკანა მხარეს ცდილობს რომ ესე წავიდეს, ანუ პირიქით მიმართულებით წავა. როგორც კი მაგას ვიგრძნობთ რომ პირიქით მიმართულებით წავა, თვითონ მანქანას გვიყარნახებს უკვე რომ საჭე პირიქით მიმართულებით დავადრიალოთ. ანუ საჭეს ეცდება თვითონ რომ დატრიალდეს და ასევე ხელითაც უნდა დავახმაროთ. ფიშკა იქნება ადამიანის ნებისმიერი საგანი რომ გვინდა რომ წრე დავარდათ. მოდი ადამიანი არ იყოს ამ ეტაპზე არ ვიყო. უნდა ვხედავდეთ, ანუ აშკარად, ანუ ჩვენს მხედველობის არეალში უნდა იყოს აუცილებლად ისე უნდა დავუდგეთ რა. შემდეგ კლასიკურად მაღლა გვაქვს გამაროდი და ძრავის ბუნი. მას მოვაბიო და შემდეგ მაშინ ესე იგი, გაჩერება როგორ ხდება? საფრთხეს უბრალოდ დაადგამ და მანქანა თავის დღეს შერდება. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, რომ დრიფტი ესე ვთქვათ შეძლოს მანქანამ რა. კიდევ ერთხელ გაჩვენებ და მე უკვე შეგიძლია გამოხვიდე და სადო. მონტაჟი რო გავაკეთო და იქიდან რო გადმოვიდეთ, არ შეიძლება? ვითომ მე ვიყავი. არა, ხო? ეს არ არის დრიფტი. აი, იქითასულიდან რომ მოვდივარ, ეხლა როგორც მოვდიოდი და ამ დროს რო დავაჭირო დიდი გაზი. შეგიძლია მაგ დროსაც დრიფტი ჩააგნო აბსოლუტურად. კი, თუ გინდა ეგრე სადე, ეგეც არ არის პრობლემა. არა, არ ვიცი როგორ ჯობია, მაგრამ ეგრეც შეგიძლია სადო. აქეთ უნდა ვიყო. Yes, კი, როგორც კი მანქანას ასე ვთქვათ, დააწებინებ. გაზი დავაყენე. მაგრამ კარგი იყო. პრინციპი კარგი იყო დაწყების. სალარი. თითქმის არა. აი გაზი რომ მიგეცა მაგრამ სხვა უკვე გავხდი ხოლმე მე კიდე ვიფიქრე გადა. აი იყო არა უშავს მე გამოგივა. აბა ვნახოთ აბა ერთიც. ახევარი იყო. ახორგერ მეგონი ფიანიც იყო რა. კარგი იყო. კაი, უცადოთ ერთიც. კი რა თქმა უნდა, არა. მინდა რომ ეხლა უკვე იდეალური გავაკეთოთ, იმიტომ რომ თითქმის გამოგდის და ნახე ხა გაზი მქონდა სულ ბოლომდე. ხო. და მაგითო იყო მანქანა უკონტროლო რა. გაზი თუ რამერებული. მანქანა როგორც კი მოცურდება, უნდა შეძლო ის რომ გაზი არეგულირო იმ დონეზე რომ არც გაგვისწორდეს მანქანა, არც სხვაგან წავიდეთ და არც თქვა ჩაგვიტრიალდეს რა. გავიგე. ვაჟაზე ხო არ მიდიხართ? აბა ვნახოთ. მიდი გამოგივა. ეს იყო ნამდვილი დონატი. ეხა პირიქით არის აქედან და მე კი მარჯვნივ ვიღებ ჯერ და შემდეგ უკვე მარცხნივ. ვიღებ საჭე. ეს არის ხო რა ძარბილი. ხო. კარგი. ძველი მანქანაა და ცნობია. არა ცოტა გავიწოს. დავიდა. გაზი დავაკეთე. კედან ძნელი.
არა და ზუსტად იგივე არის. არა და ზუსტად იგივეა, გწნობა არის. აქედან უბრალოდ შენ ფარეს რაღაც მისვიალებ თან შიშის ფაქტორის ემოტება რა. ანუ რაღაც იქეთ მითი. ვერ ვაკონტროლებ იმას, რა ქვია, თუ გინდა ავიღებ და მაგის გარეშე სადა. არა, მე ისე ეს გეხმარება სხვათა. არ ვიცი მე მეხმარება. კი, არ ვიცი ისე ვცადოთ მანდეთ ამხარე თუ რაც ვიცი ის გავაკეთე. რაც ვიცი ის დავამხეცოთ. ცებ გავუშვეს. ეგრე. გაზ. ძალიან მაგარია. Zagaya, ჯობია ფიშკა დავაბრუნო რა. ეს ხო დაიჭირე. მეორე მხარეც გავაკეთე. ემოცია როგორია პირველი შემიხარი, მოგეწონა როგორ მაგარია, კი, იცი რა, არ ველოდი რომ მანქანაში ამდენი ის არის რა. ოფცია რაღაცების კეთების. დავფრინავ რა, როგორ და იქ იმის დროს რო ვაკეთებ და ვინგოერს ან რაღაცას ადრენალინი რაღაცა მსგავსია და ძალიან მაგარია. ანუ გაგისწორდა რაღაც მოგეწონა რაღაც და მაგარია, ძალიან მაგარია. ხა უკვე დრიფტავში კი ვარ რა, რა ქვია არ ვიცი. დრიფტერი. არა, დრიფტერი აქა და ეგ საბურთალოზე დრიფტავში. ძალიან კაი, მიხარია, რავი, დონატები გააკეთე იდეალურად, ძალიან კარგად გამოგივიდა და რა ვიცი, მე შეგვიძლია უკვე სხვა დროსაც მოხვიდეთ. განავითარო შენი სკილები და მე შეიძლება გიზეს YouTuber-ების ტურნირი თუ ჩატარდება, არ თქვა რომ მე აქ ნამყოფ. ვალდა. სვარულად მოუსწრებ ყველას. სტუმრები ვიწყავდა ხოლმე ამბობენ ხოლმე რომ მე ფინალის ჩატარებას ვაპირებ, სადაც მოვიწევ, ვისაც კარგი შედეგები აქვს მეთქი რა. ყველა მაგას ამბობს რომ არ თქვა. ყველა პროფესიონალი, ვინ იყო ყველაზე მაგარი? ბახუტამ კარგადია რა. ტოპე იყო ბოლოს ჯობინიძე გიორგი და მაგარაც ძალიან მაგარია რა, ანუ გამოცდილებაც ჰქონდა ფაქტია რა და კიდევ არის ხალხი რავი შეგიძლიათ ჩვენ სარხზე ნახოთ, ძალიან მაგრად გამოდის ბევრს და შენ არ ველოდი ნამდვილად უცებ აიქთვისე რა და ძალიან მაგარია რა. ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა. იმედია მოგეწონა. ძალიან. ჩვენთან ერთად არის კიდე დათო ლავაძეც, მე შეიძლება სადოს მაგარად ჩავსვათ კადრები, არ ვიცი, ნახოთ. ხო, ანუ ბევრი წინა სიტყვების გარეშე უბადლო იუმორის ხონი ადამიანი, კაცების ერთ-ერთი წევრი დავით ლავაძე არის ჩვენთან ერთად კიდევ. აბსოლუტურად არ მოყვარული ექსტრემის და ესეთი ემოციები. მაგრამ მაინც გინდა რომ ცადო. ბიჭო, ვცდი, რო გითხარო რამე ნიჭი მაქვს, მოგატყვევ. ჩეულებრივი მანქანა ძლივს დამყავს. ცადოთ მაინც. ჩქარესი არ ხო და ვცადოთ რა. ეხლა რო დაინახე მე მგონი ირაკლი სიარული მოგეწონა და ვიცებთ რომ ყველა ადამიანს შეუძლია დრიფტი. მე თუ გამომივიდა, ესე იგი ყველას შეუძლია. საინტერესო ის არის. ნახოთ. საინტერესო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტია, ნახოთ გამოვათო არა დავიც. კაი, მოგდეთ გამივიდოსოთ მანქანაში, აგიხსნი შეგინდა რაღაცებს, მე როგორ გამოჯექი და სად. დრიფტის დროს, ანუ დორანტის გამოსაცხობად, შეიძლება, ხოლმე პირველი სიჩქარე. პირველი სიჩქარე. მაგდებს პირველი სიჩქარეში, რა თქმა უნდა, ბონუსს უნდა დავაწვეთ. აჰა. დორანტი როგორ კეთდება? ესე თქვა, დორანტი და დრიფტში კონტროლი ავტომობილის ხდება მთლიანად გაზის პედლით. ანუ გაზ თუ თქვა, ბევრს დავაჭერთ, მანქანა ჩაგვიდგალდება, თუ ნაკლებს დავაჭერთ, დაგისწორდება. ანუ ის უფრო შუალედი არის, საფონელი ზუსტად, როდესაც მანქანას ესე თქვა, დრიფტში მართავ სულ ყოველთვის გამოვისვლად, რომ დრიფტიდან ვერ გამოვიდეს რა. როგორ ვიწყებ დონატს? რამე საგანი უნდა გქონდეს, სასურველია ესეთი რაღაცა იყოს, რომ არ დავაზიანოთ დიდად. რამე საგანი უნდა გქონდეს, ანუ საერთოდ გვინდა რომ დონატი გავუკეთოთ, გვინდა რომ ამას გავუკეთოთ წრეასე. მანქანას ძრავ აგრესიულად, აგრესიული შეგულისხმობა ის რომ ძრავის ბრუნი აქვს ძალიან მაღლა, 5-6000. რასა? კი, ანუ ძრავის ბრუნი გვჭირდება მაღლა, იმიტომ რომ მანქანის ძრავა აქვს სიმძლავრე და შემდეგ კონუს უნდა გაუშვათ უცებ. ყოველთვის გასწავლიდან ახალგაზრდობაში რომ ნელა გაუშვია გაძრის დროსო, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან გვინდა რომ მანქანა ანუ შენ მეუნები ყველაფერი დავივიწყო რაც ვიცი მანქანის წარება. რა უსწავლებია? დავით ამ შემთხვევაში პირიქით არის. ანუ გაზის ბრუნი აქვს მაღლა რაც შეიძლება და კონუს უშვებთ უცებ.
რომ მანქანის დაბუქსავება გამოვიწვიოთ რა, მანქანა როგორც კი დაბუქსავდება, შემდეგ კონუსის მიმართულებით ავიღებთ საჭეს მარცხნივ და მანქანა დრიფტში როგორც კი ჩადგება, შემდეგ უკვე მარჯვნივ უნდა ავიღოთ. იმედი მაქვს, რომ ტორმოზის პედალი არის მანქანაში. კი, ტორმოზის პედალი შუაშია, როგორც კლასიკურად მანქანაზე შეგიძლია რაღაცა emergency რამე თუ იქნება, ეგრევე დააჭიროთ და გაშენდება მანქანა არაფერი არ მოხდება. მოკლედ მე ვწდი ხა? ეს რა გვინდა? ეს ამ ეტაპზე არ ვშირდება, ეს არის ჰიდრავლიკური ხელისმოწყურვი, ამითაც შეგიძლია დრიფტში ჩააგდო მანქანა, თუმცა ამისთვის საჭიროა მაღალი სიჩქარე. ანუ ეხლა რასაც ვაკეთებთ, ამისთვის ეს საერთოდ არ არის საჭირო. აჰა, კარგი. ოკეი, აი მე ვწდი ხა დაწყებას დონატის, გავაკეთებ სრულიად დონატს. შენს დამაკვირდი, როგორც აწევზე ასევე პედლებსაც შეგიძლია შეხედო. მოკლედ, რა ვისმუნე აქ მაღლა. თავარი არის დასაწყისი. შეიძლება რომ პირდაპირ გითხრა? მე ამის გამკეთებელია. მე ამის გამორიცხულია. არა ვარ. არა აზრი არა ხო? უარეს გეტყვი რომ სოდო და რომ ამას გაკეთებდი არც ჩავდებოდი მანქანაში, მაგრამ მოდი მაინც ვცადოთ. რაღაც ექსპერიმენტია. მოდი მაინც ვცადოთ. ვარიანტი არ არის. მოდი, არ გამორთო მანქანა. მართო, უბრალოდ შეიძლება. პირველში ხო შენ ჩამიგდებ, იმიტომ რომ მე ჩაგდება. დონატის მცხობელი ჩემგან არ გავა. დაჯე სიჩქარით როგორ ვაკონტროლებ? ანუ რულის ერთი მაზემა. ფაქტიურად კი, დიდი კონტროლი საჭესია არ გაქვთ. გაზის პედლით კონტროლდება დრიფტი, ზოგადად ეგ არის რა. ანუ დრიფტში ავტომობილის მართვა ნიშნავს, რომ ინერცია დაიჭირო. და გაზის პედლით მართვა. სავარჯიშო ხომ მოირგებთ, რაღაც მოვირგებდი. პირველი ხო? პირველი ეგ არის. გაზი მივეცით. გაზი ბოლომდე თითქმის რადიკალურად. და გაზი. საკაიფოა ძმა. ეგ იყოს. ურა! დავაი ხوار ჩამკრა. ნებული ხარ? კი, რა თქმა უნდა. ეს რაღაცა ვერ არის. ეს მოტრიალება იყო ეხა უფრო. ო, აბა, ეხა დავიცავ წავიდე. ეს მოტრიალება იყო უბრალოდ, ეხა ეცდება. ეხა ბილიკით მიმართულებით შეგიძლია სადაც? აქეთა მიმართულებითაც ეგრე შვება? კი. მაგრამ რო გაზ დააჭიროთ, უბრალოდ დრიფტში იტრიალებს მანქანა. კი, გაზი არა უშვა. აჰა, გაზი რო არა უშვა, უკვე იტრიალებს მანქანა დრიფტში. დონატებსაც გამოვაწყოთ. ცოტა შეიძლება მაქინჯი იყოს ეგ დონატი, მაგრამ დონატი იქნება. ოპ. როგორც დააჭერთ, გეჭიროთ. არა უშვა. არა უშვა. არა. ოპ. არა უშავს. დამოგოთ? ცდი დავით კიდე? ჩამქრალია. ხო, დამოვაგდე. აჰა. დავღლები სპორტია, ხო? ძალიან ის სჭირდება ფიზიკური მომზადება. შესაბამის. ხო, მართლა არ არის ადრე. მე სიმართლე გითხრა ეს ჩემი არ არის აშკარად. თუმცა რახან მანქანა მოაცურეთ? ზადნია აქ. კი, რა თქმა უნდა. დავაგდებთ დაჭირეთ კონუს. ეგ არის? აქაც დიდი გაზი ხდება. არა, ხილად ნელ-ნელა აუშვით სებრინეს, როგორც მასწავლეს ბავშვობაში მანქანის დარება ეგრე. აგერ ყოფილი. არ დამირწყამს რა. არა, ზუსტად გავუჩერეთ. ბიჭო, არის მუღამია. просто მეშინია და გაზზე. აი ზუსტად ეგ არის, შიშის ფაქტორი დაძლევ ფეხს. კი, გაზზე თუ დატოვებ, მანქანა მეშინია ალიქით გადამაგდოს ამ ბეტონზე მძრუზოს. არა, მაგდროს გაგაჩერეთ, რომ როგორც კი მივხვდები, რომ მანქანა მართლა? მიდის, კი. თამაში გასა. ანუ თავისუფლად შემიძლია. აი გაზი რო გაგრძელებიათ, ისევ გავაგრძელებთ ტრიალს. ამას რო გავაკეთებდით წრეს, მაგრამ აი აქ ვიტრიალებდით. აი, იქით ვიფიქრია ვიძებთ. აჰა. всё. ადგილიდან მარტივია ეხა და აზრი არა. ბიჭო, ტორმოზ და იმას მეჭირება ერთად. ასეთები იყვნენ კაცები დრიფტში.
საკმაოდ კარგად გაართვა თავი იტალიაზე. დავით ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი ვარჯიში და პრაქტიკის შედეგად შეძლებს დონატის გაკეთებას მაინც. მედია მოგეწონათ ვიდეო, ახის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დროებით.